მოგესალმებით მეგობრებო, ვიწყებ მორიგ ვიდეოს, ამჯერად გავარჩევთ დარიგებებს და გავარჩევთ აჭარაბეთის high stakes-ის დარიგებებს და დავიწყებ პირდაპირ. ჩვენი დღევანდელი პერსონაჟი იქნება ეს ნიკი, როგორც იკითხება, არ ვიცი ზუსტად არ წავიკითხავ და შესაბამისად ცოტა შევანელებ კადრს, რადგან აჭარაბეთზე ვართ. ძალიან ჩქარი რეპლეიერია აჭარაბეთს, აი 75%-ზე დავაყენოთ და დავიწყოთ. ეს მე მგონი არის NL 500. კი ბატონო. თუ არა. ხო, NL 500-ია. და small blind-დან heads-up გათამაშება გვაქვს small blind-დან ვარეიზებთ 2-ან 5-იან აგურს. ფლოპზე გაჩოტი. overbet-ით აგრძელებს აგრესიას. ჩეკის წინააღმდეგ საკმაოდ არასტანდარტული ჩანაფიქრია, სხვათა შორის ფლოპზე overbet-ით აგრესიის გაგრძელება. ეს სტანდარტული იქნებოდა 1/13, ან ესეთ ასე ვთქვათ რაღაც ორი Broadway card-ის ბორდზე შეიძლება 3/4 ან რაღაც ეგეთი overbet-ი ცოტა არასტანდარტული ჩანაფიქრია. მაგრამ გავაგრძელოთ აბა ყურება. თერნზე მოვხდით flash დროში და თერნი ჩეკ-ჩეკი. ხო, თერნზე ერთის მხრივ გავძლიერდით, მაგრამ მეორეს მხრივ მაინც ბლანკია თერნი, ანუ ნაცსები არ შეიცვალა რა, ჩვეულებრივად რაც ფლოპზე ქოლავდა overbet-ს, სავარაუდოდ თერნზეც არ დაეცემოდა და შესაბამისად იმ overbet-ის მერე ალბათ თერნზე აგრესიის გაგრძელებას დიდი აზრი არ ქონდა. აი ფლოპზე რო დაუშვათ 3/4 გაგუკეთებინა და თერნზე გაგუკეთებინა overbet-ი, ეგ შეიძლებოდა, მაგრამ რახან ფლოპი ალბათ overbet-ით ვითამაშეთ, აქ თერნზე დიდი აგრესიის გაგრძელებას აზრი არ ქონდა. და თან ამით რეალიზება მოახდინეთ ამ ხელის, რომელსაც ქონდა საკმაოდ კარგი equity. და მივიღეთ 1/5 ფსონი დაახლოებით, ცოტა მეტი. 1/4 და რეიზი რა თქმა უნდა. გასაგებია, ანუ საკმაოდ ისე ცოტა არასტანდარტულად გათამაშებული დარიგება იყო, მაგრამ ისეთი დასაკომენტარებელი მე მგონი დიდად არაფერი არ არის. მოდი ხმა გამორთოთ და ეს ისევ შევადელოთ. ამჯერად თამაშობთ NL 1000, როგორც ჩანს, big blind-ზე, დოზორიან აგურით და მივიღეთ cut-off-დან რეიზი. კოლი ფლოპზე გაჩოტი ისევ. check raise კი, ესეთ double board-ებზე ზოგადად check raise-ები კარგად მუშაობს, საერთოდ ბევრი ანუ ასე ვთქვათ, ჩვენზე მაღალი ჰენდის მოშორება შეიძლებოდა რაღაც დავშვათ უზვალატებიდან დაწყებული ტუზათები და მოკლედ ბევრი ტუზიქსი, რომელიც იდეაში ჩვენზე მაღალი კარტია და თან დომინაციის ქვეშაც ვართ გარკვეულწილად რა. თუმცა ოპონენტისთვისაც ისეთი ფლოპია, რომ შეიძლება check raise-ი ხშირად არ დაიჯეროს ხოლმე აქ რა. კარგი. დაქოლა. თერნზე ვაგრძელებთ აგრესიას. მოდივეთ საიზინგი შევხედოთ, საიზინგი. ნუ თითქმის პოტბეტით. რავი, შეიძლებოდა თერნზე აგრესიის გაგრძელება კი ბატონო. აქ უკვე fold-ებს უნდა ველოდებოდეთ, ალბათ ისეთი ჰენდებისგან, როგორც არის მაგალითად რაღაც 8-იანები, 9-იანები ან რაღაცა მსგავსი რაღაცები, პოტბეტს როცა ჩავაჭერთ თერნზე რა. თუ ეგეთი ჰენდებისგან fold-ებს არ ველოდებით, მეორე ბარელს დიდი აზრი არ აქვს რა. ანუ უკვე ოპონენტიდან გამომდინარე უნდა ვაკეთებდეთ ფსონს, იმიტომ რომ ფლოპის check raise-ის მერე სავარაუდოდ მაღალი ალბათობით რაღაც აი ტუზიქსები უკვე მოშორებული გვექნება რა. ან შეიძლება რაღაცა ბექტორებით ტუზიქსები დარჩნენ მაინც გათამაშებაში და თერნზე მოვიშოროთ, მაგრამ არ ამგონი რომ დიდი წილი იყოს და ან თერნზე უკვე ძალიან ძლიერ რეინჯს ვურტყავთ სავარაუდოდ check raise-ის მერე და უკვე უნდა გქონდეს იმედი რომ ოპონენტი რაღაცას ყრის რა და reverse push-ავს. ხო, reverse push-ი აქ
ძალიან ვიწრო რეინჯს ვაჩვენებთ ოპონენტს, ძალიან ვიწრო რეინჯს ვაჩვენებთ. იდეაში ან 3-იანს ვაჩვენებთ, ან 5-იანებს რა, ეგრე გამოდის. ну, და 6-იან 4-იანს კიდე, ალბათ. აი ნაცებს ვაჩვენებთ რა. შესაბამისად, რამდენად დაგვიჯერებთ ოპონენტი, მაგაზია რა. კი, არა, იდეაში კარგად წაიყვანა რა რეინჯი. საბოლოო ჯამში რა, ფლოპი დააჩეკრეიზა და მე 2 ბარალი გავიდა. ძალიან ძნელი გადაწყვეტილების წინაშეა ოპონენტი რა, იმიტომ რომ big line-ზე call-ით მიღების შემთხვევაში ძალიან ბევრი 3-იანიც გვაქვს. ძალიან ბევრი 6-იან 4-იანიც შეიძლება გქონდეს და არ არის პრობლემა. უბრალოდ ერთი წუთი check-raise-ის საიზინგი ვნახოთ. აი, უბრალოდ ეს check-raise-ის საიზინგი არ მომწონს ერთადერთი სიმართლე რო თქვა რა. ძალიან დიდი საიზინგია. ან 3-იანი და 5-იანები ალბათ ამ ხელა საიზინგს არ გააკეთებდა. check-raise. მაგრამ აი 6-იან 4-იანი ალბათ გააკეთებდა და ალბათ აი 6-იან 4-იანი აი reverse უკვე ცოტა ძნელად დაფუშავდა რა, ორჯერ გაწყვილებულ ბორდზე სტრიტი რა. აი ცოტა პატარა check-raise რო ყოფილიყო ფლოპზე, ვაფშე გადასარევად იქნებოდა წაყვანილი ჩემი აზრით ეს ხაზი რა. თორსა, ნუ ხა 3-იანი თითო ყავდა. აქ როგორც გაიგვა ოპონენტს და რა თქმა უნდა მაგას ვერ დავაყრევინებთ, აქ ხა ჩვენ ძირთად იმედი ქონდა რომ რაღაცა 10-იანებს დავაყრევინებთ პირობითად რა ოპონენტს და მსგავს რეინჯს. მაგრამ აი მაგალითად ფლოპზე რო ცოტა პატარა check-raise ყოფილიყო, 3x check-raise ან 2.5 3x check-raise ხო? უკვე აი 3-იანის დაჯერება ოპონენტისთვის უფრო რეალისტური იქნებოდა ჩემი აზრით რა. მაგრამ აი ძალიან ვიწროდ ვაჩვენებთ ალბათ, ძალიან ვიწრო იმას ვაჩვენებთ. რეინჯს. აი, შემდეგი დარიგება შევანელებ კადრს. NL5000, აქედან უკვე გქონდა დარიგებები ჩვენ, ძალიან საინტერესო ლიმიტი აჭარაბეთზე. პირველი პოზიციიდან ტუზვალეთ დავიწყეთ. მივიღეთ ტრიბეთი ბატონიდან, სკვიზი უпростоრად ერთი კოლი და ერთი სკვიზი. და დავკოლეთ სკვიზი. ну, პრინციპში კი ბატონო. წავედით. პოზიციოთ მე ზოგადად ტრიბეთების დაკოლა არ მიყვარს, მაგრამ ტუზვალეტი ერთი ფერის ტუზვალეტი საკმაოდ კარგი ხელია და თან სკვიზიც დიდი საიზინგით არ იყო რა, ჩვენ 2 ბლაინდით გავიხსენით და 10 ბლაინდით არ გამოდიოდა ეს სკვიზი და შესაბამისად მაგ საიზინგის წინააღმდეგ სხვა დიდი ბევრი გადაწყვეტილება ალბათ არც ქონდა. კოლი, ფლოპზე დავიჭირეთ ტოპწყილი. იქ ომაჰას მაგიდებიც არის როგორც ჩანს. თენზე ტრიპსი. მოიცა, გავდონქეთ რივერი, თუ როგორ მოხდა. რივერი დონქვეთი. ხო. რავი, რა შეიძლება ითქვას. აი უპოზიციო თამაშის მინუსი აი ეს არის, რომ ანუ ჩვენი ჰენდის რეალიზება ცოტა გვიჭირს რა. ანუ ერთი გასროლა გვაქვს ასე ვთქვათ რა, ან ფსონს ვაკეთებთ, ან ჩეკავთ და იმედოვნებით რომ ოპონენტი გააკეთებს ფსონს რა, განსაკუთრებით რივერსზე. ნუ დანარჩენ გუშევს, მაგრამ განსაკუთრებით რივერსზე. აი პოზიციაში თამაშის მუღამი ის არის, რომ ჯერ ელოდები რომ ოპონენტი თუ გააკეთებს ფსონს, თუ მე არ გააკეთებს ოპონენტი ფსონს, მე მეორე გასროლას გაქვს, რომ შენ გააკეთო ფსონი რა და უკვე თან შენი ფსონიც უფრო ესეთი ლოგიკური და ასე ვთქვათ ჩეკის წინააღმდეგ შეტევაში უფრო გეთვლება ვიდრე რაღაცა ასე ვთქვათ ნაკლებად ძლიერად ჩანს რა და უფრო ლოგიკურად ჩანს ასე ვთქვათ რა. შესაბამისად აი ამიტომ ვუწევ ხოლმე ყოველთვის რეკომენდაციას ეს ისე მაყურებლებისთვის, ვისაც პოზიციის მნიშვნელობაში ჯერ კიდევ ეჭვი ეპარება. აი დაახლოებით ეს არის სიტუაცია, რომ ანუ ჩვენი ხელის რეალიზება პოზიციაში გაცილებით უფრო ადვილი და ეფექტურად შესაძლებელია ვიდრე უპოზიციოთ. ну ამჯერად რივერზე დონკი რამდენად მომწონს, მაგაზე რო ვთქვა. არ ვიცი, სიმართლე თქვა არ მომწონს, იმიტომ რომ რას ვაველიუბეთებ ამ დონკით ვერ ხვდები. ოპონენტთან ტუზი იშვიათად იქნება, რა თქმა უნდა, თუ იქნება თვითონაც გამოვა. თუ ტუზი არ არის, მაშინ უფრო რაღაცა ბლეფკეჩერის
ბლეფკეჩერის უფრო ადვილი, უფრო ეფექტური იქნება ალბათ ამ ხელის გათამაშება, იმიტომ რომ იქნება რაღაცა არაფრის მომცემი ხელით ოპონენტმა გააკეთოს მესამე ბარელიც დაუშვოთ რა. მაგრამ ხო რა, აქ ოპონენტს რაღაცა ინფორმაციას გააჩნია, ბევრ რამეს გააჩნია ძალიან. ან რა ვიცი, წინა ქუჩებზე შეიძლებოდა რა ცოტა დაუშვათ დარეიზება. თუ მაინც რივერის გადამქოს აპირებდი, მაშინ მე თენზე გავაკეთებდი რეისს რა. დაახლოებით ეგეთი რაღაცა. მაგრამ იმდენად მოწმენდილი ბორდია და არაფერი მომლოდინე ხელი აქ არ იკითხება, არაფერი არ იკითხება, რომ ალბათ დიდი ველიუს მიღება მაინც არ იყო შესაძლებელი ამ ტრიპსით. შესაბამისად რაც იყო იქ იყო რა. აქ ვატრიბეთებთ. აი 500-ზე ვატრიბეთებთ ბატონს small blind-დან. აგრესიას ვაგრძელებთ. მე turn check-ი. check call-ი. და რივერი check call-ი. ხო. ნუ რა შეიძლება ითქვას. კი, ანუ საკმაოდ ძლიერი ხელი გვაქვს. მაგრამ მაინც ტრიბეთ ბოტია. ტრიბეთ ბოტში უფრო ვიწრო რეინჯები თამაშობ, ოპონენტის რეინჯში ხა საკმაოდ ბევრი კაროლია ტრიბეთ ბოტში საერთოდ. ანუ სიბეთიც დაკოლა ფლოპზე. თერნიდან წავიყვან check call-ი, ხო? ხო, არ ვიცი რავი. სიტუაციურია რა, ძალიან სიტუაციურია აქ ვერაფერს ვერ ვიტყვი, რივერის დაკოლა ძალიან სიტუაციური, ძალიან ხშირად უკან ვიქნებით ესეთ სიტუაციაში, მაგრამ თან პოტბეთი ზოგადად ძალიან value sizing-ია, მაგას ვერ გვილაპარაკია, მაგრამ ნუ გააჩნია რა, სიტუაციურად თუ ოპონენტიდან დაუშვეთ ველოდებით რაღაცა დაგვაფლოატოს დაუშვეთ ფლოპზე და მე ორი ბარელი ჩაგვაჭიროს, მაშინ რავი, დამა ბლეფკეჩერი შეიძლება გამოდგეს, მაგრამ ძალიან ხშირად უბრალოდ შეიძლება ნახოთ რაღაცა ამ ტუზვალეთის ნაცვლად რა კაროლ ვალეტი ან ტუზკაროლი არა ალბათ ტუზკაროლები არა აქვს ოპონენტს მაგრამ მაინც ბევრი კაროლი აქვს რეინჯში ხო არა პრინციპში აი ხა იმაზე დავფიქრდი რომ შეიძლება ის თემაა რომ ტუზკაროლი რახან არა აქვს ოპონენტს რეინჯში და ტუზკაროლს ფორბეტში უშვებს ხოლმე აი სუსტი კაროლით რაღაცა კაროლ ვალეტი კაროლათიანთან რაღაცა შეიძლება აი ხა ამ შემთხვევაში ჩვენს გმირს ძალიან ნამეტანი დიდი საიზინგი მოეჩვენა რა ოპონენტის ეს პოტბეთი რა ეხა მაგალითად აი პირობითად რაღაცა ერთი ფერის კაროლცხრიანთან ერთი ფერის კაროლათიანით აი ამ ხელა საიზინგით რატომაც ჩამაჭიროსო შეიძლება იგი ფიქრა და აი მაგ საიზინგმა აფიქრებინა ის რა მოკლედ კარგი ბლეფკეჩი იყო რა მაგრამ ხო უბრალოდ ლიმიტის ფაქტორიც უნდა გავითვალისწინოთ რა აი დაბალ ლიმიტებზე მაგ სიტუაციაში ძალიან ხშირად შეიძლება ტუზკაროლის ნახო, იმიტომ რომ ბევრ მოთამაშეს ტუზკაროლი ტრიბეთის ქოლი ჩვეულებრივი მოვლენა არის ბატონზე რა. მაგრამ საერთოდ ეხა სოლოერით და საერთოდ ნებისმიერი პროფილ მოდელით, ხო ეხა ბატონის მობლაინდის წინააღმდეგ ტუზკაროლი თითქმის ყოველთვის ფორბეტში მიდის და ქოლის რეინჯში თითქმის ტუზკაროლი საერთოდ არ აგაკ და შესაბამისად კაროლ დამასო თვითონ ბლოკავს, უკვე აღარ ეშინია რა ძლიერი კაროლების ეგეთი თემაც არის რა. ასე რომ ლიმიტის ფაქტორიც გასათვალისწინებელია მან ნამდვილად. აქ ბატონიდან გვიტევს 2.5 ბლაინდით, NLC-ა და big blind-ზე დავადრიბეთეთ რვიანცხრიანი. მე check raise-ში გავუშვით ეს რვიანცხრიანი ფლოპზე. დაგვიქოლეთ check raise-იც. თერზე გაჩოტი და all-in-ი. აჰა ხო, ეხლა როგორი რამეა? ძალიან ისი არის, ასე ვთქვათ, არასტანდარტულად არის გათამაშებული ეს რვიანცხრიანი, აი ფლოპზე check raise და თერზე push-ი განსაკუთრებით. ტრიბეთის ქოლის რეინჯი ოპონენტს საკმაოდ ისეთი ძლიერი ხელები მაინც აქვს, ან ტრიბეთ ბანკები მაინც ცოტა უფრო ისეთი ვიწრო რეინჯებით არის, ვიწრო რეინჯებით თამაშობთ. ფლოპზე რავი check raise-ზე ქოლი რომ მივიღეთ თერზე დიდი ფოლდექვითი მე მგონი აღარ გქონდა რომ დავაოლინეთ. ამ შემთხვევაში ყველაზე ისეთი ხელი ეჭირა ოპონენტს, ანუ მეტნაკლებად რომ რაღაცა
fold equity-ის წინააღმდეგაც შედარებით იარსებებდა რა. მაგრამ ნუ რა თქმა უნდა ძალიან ძლიერი იყო ოპონენტი, ქონდა flash draw და გაჩვდი არა ორხრივის სასტრიტე, ანუ დაბელბელი მასტერი ქონდა რა. ანუ რუიანიც უსტრიტავდა და დამაც უსტრიტავდა. ოღონდ სხვადასხვა სტრიტს აძლევდა. ორმაგი გაჩვდი ქონდა და რა ერთი 40% equity ამ ხელს ეკნებოდა უოჯველი რა. და ვინაიდან ჩვენი ფუშის მერე ოპონენტს დაახლოებით 33% equity ჭირდებოდა თერნზე. აი რატომღაც მგონია რომ ოპონენტს ძალიან ხშირად საკმარისი მეტი equity ეკნება ხოლმე აი check raise-ის ქოლის მერე რა. როცა ტრიბეს დაქოლავს ოპონენტი და ფლოპზე check raise დაქოლავს რაღაცნაირად 33% equity თერნზე ეკნება ხოლმე და შესაბამისად გადასაყრელად ანუ ნუ რთული გადაწყვეტილება, მინიმუმ რთული გადაწყვეტილება ყოველთვის ეკნება თერნზე ჩვენი ფუშის მერე რა. მინიმუმ რთული გადაწყვეტილება არის ალბათ რაღაცა ვალეტიანი ან რაღაც ეგეთის დაყრა. რო დამავალეტის ვალეტიანს კიდე დამატებითი equity აქვს. ნუ მოკლედ ძალიან დიდი fold equity რაღაც არ ამგონია თერნზე ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ ოპონენტმა მომნოდინე ხელი იყო, ფიქრობ, რომ ეს მომნოდინე ხელი საკმარისი იყო აბსოლუტურად. იმისაც რომ დაეკოლა და დაკოლა კიდევაც პრინციპში. აბა აქ რა ხდება? აიცა რაღაც გარბის ისე რომ მეჭერს დავინახო საერთოდ რა მოხდა. ეს ენელად ასია როგორც მივხვდი და არა ენელ 500-ია ეტყობა აქ რეიზი იყო ტრიბეთი და ქოლი რა მე მგონი ეს იყო და აგზელებს აგრესიას ოპონენტი ჩვენ ჩეკოლი კიდე ჩეკოლი და რევერი ჩეკ რეიზი საინტერესო დარიგებაა. გასაგებია რომ ნაცფლეშის ბლოკერი გვაქვს აქ. ნუ გაწოლებული ბორდია, მაგრამ არ ვიცი რა შეიძლება ითქვას, საკმაოდ არასტანდარტული ფუშია რივერი. ზოგადად რივერამდე ცოტა ისე არის რა, დაყვანილი. ფლოპის კოლი მე ნუ თერნზე გასაგებია რომ თერნზე საკმაოდ გავძლიერდით არა ამ რეისს უფრო მე თერნზე ვხედავდი რა ანუ რაც რივერზე equity-ის გარეშე დაფუშვას თერნზე equity-ის დაფუშვა მირჩევნია ხოლმე რა საერთოდ მე და შევიდეთ ბოლო დარიგებაზე NL 2000 როგორც ჩანს ალბათ კონფერენცია არ ჩანს თუ არა NL ხო არა ოპერეიზია ტრიოთი იყო ეს ხო არის ბლაინდები არა აქედან დავადრიბეთ ეთ ხო და იქიდან კოლი მივიღეთ კი ეგრეა ფლოპი ace high აგზელებთ აგრესიას ჩეკი და დავსპოილერდით მაგრამ შევანელე მე არ შემიანებია ვიდონცებ ხედავ თერზე დავჩეკეთ ოპონენტმაც დაჩეკა და რივერზე მივიღეთ overbet push-ი ხო პრინციპში ხო ანუ რაღაც ისეთი ბორდია რომ აი ოპონენტს გააჩნია ვინ იყო როგორ რანაირად აქ ძალიან ოპონენტზე დამოკიდებული სიტუაციაა ძნელი კოლია მიუხედავად იმისა რომ flash draw-აცდა და რავი რაღაცაც და ძნელია რომ მაინც ასე ვთქვათ აი რეკრეაციული მოთამაშე თუა ოპონენტი
უკვე რაღაცა ის კონკრეტული ანუ ინდივიდუალური მორგება შეიძლება გქონდეს რაღაცა რომ ვიცოდეთ რომ დაუშვათ რაღაცა აცდენი მონოდინე ხელებს ესე overbet-ზე ფუშობს მაგრამ საერთოდ აი ესე რომ თქვა გლობალურად ესეთი overbet ფუშები მაინც უფრო არის ხოლმე value რა კი როცა ისეთი რაღაცა სტეკი აქვს დარჩენილი ოპონენტს რომელიც სტეკიც ანუ რაღაცა ბანკის ხელა ან ცოტა უფრო პატარა იციან ხოლმე ეს აცდენი ფლეშ დროების დაფუშვა რა ძალიან აქტიურად მაგრამ ესე overbet-ზე ჩეკის მერე თუ ოპონენტი ანუ ასე ვთქვათ ცოტა აგრესიული რეგრესიული მოთამაშეა ეს დამები აუცილებელი ქოლი იყო რა და თუ არა და რთული გადაწყვეტილება იყო რა თან ტუზი როდეს ხოლმე ფლოპზე ყოველთვის ის არის რომ ანუ რეკრეაციულ მოთამაშეებს საერთოდ ძალიან უყვართ ტუზები რა იმიტომ რომ როგორც წესი ისინი ერთ მაგიდას თამაშობენ ხოლმე ძალიან დიდ დისტანციებს არ თამაშობენ და ძლიერ კომბინაციებს იშვიათად აკეთებენ ხოლმე და ესეთი მთავარი კომბინაცია რომელსაც ხშირ შემთხვევაში თამაშობენ არის ტოპ წყვილი რა ტუზები არის ყველაზე უკეთესი ტოპ წყვილი და შესაბამისად ან ტუზი რო უჭირავთ ხელში ანუ ყოველთვის ელოდებიან რომ კიდე ერთი ტუზი მოვა დაფაზე და ძალიან ათრევენ ხოლმე რა საერთოდ და ტრიბეთებს თქოლავენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ტუზი მაგათი ძალიან უყვართ და მაინც ფრთხილად უნდა ვიყოთ მაგრამ ნუ ეხა აგრესიას გააჩნია ოპონენტს აგრესიას აქ ძალიან კრეატიული ბლეფ კეჩერი იყო ნამდვილად ეხა რატომღაც გამიჩნდა სურვილი რომ სანამ ვიდეოს დავამთავრებთ აი ამ ხელის equity მინდოდა მენახა რა წეღა რაღაცა ზეპირად ზეპირად კი ვამბობდი მაგრამ აი ზოგჯერ უბრალოდ მონოდინე ხელი ძალიან ძლიერია ხოლმე რა და მინდა რომ ნახო უცბად equity და ნახოთ მოდი ავიღოთ კაროლ 10-იანი და დაუპირისპიროთ მოდი ტუზვალეს დაუპირისპიროთ ამ შემთხვევაში რომ ჩვენ აუტები არ მოუგლათ რა და ანუ იმან ხო არის ჩვენი კარტი რომ რუიანი გვაქვს და შესაბამისად ის თავის equity-ს მაგის გათვალისწინებით ანგარიშობს შესაბამისად ჩვენ რო აუტი არ მოუგლათ სხვა ხელი დავიჯეროთ ან ტუზვალი დავიჯეროთ და ფლოპზე დავდოთ 9-იან 5-იან ვალეტი და თერზე დავდოთ 7-იან გული და აი ამ შემთხვევაში როცა აუტი არ აქვს მკვდარი ოპონენტს აი 40% აქვს equity რა ეხლა თუმცა გასაგებია რომ აქ შეიძლება ჩვენ პირდაპირ მზასტრიტი გჭეროდა ეხლა ეგრეც არ არის რა შეიძლება 10-იანი მზასტრიტი გჭეროდა და ბევრად ნაკლები აუტი ქონდა ყველაზე უარეს შემთხვევაში ჩვენ მზასტრიტი გვეჭირებოდა ხოლმე მოდი აბა ეგ სიტუაცია ვნახოთ დავუშვათ რაღაც 10-იან 8-იანი მზასტრიტი ამასთან უკვე ნუ აი მაინც წარმოგიდგენთ ყველაზე უარეს შემთხვევაში აი როცა მზასტრიტი გვეჭირებოდა 30% მაინც ქონდა equity რა ან ზოგჯერ უბრალოდ ამით იმის თქვა მინდოდა რომ მონოდინე ხელები ზოგჯერ საკმაოდ ძლიერი არის მაგრამ ყოველთვის არა მონოდინე ხელების თრევა საერთოდ როგორც წესი ცუდად თავდება ხოლმე ანუ კარგად უნდა ოცები დავიანგარიშოთ და იმის მიხედვით გავაკეთოთ ხოლმე კოლი და ამაზე ყოველთვის ლაპარაკობ ხოლმე ჩემს ვიდეოებში და კიდევ ერთხელ გამეორდები არ დამეზარება კარგით მე მგონი ამით ჯობია დავამთავროთ დღევანდელი დარიგებების გარჩევა და რავი უკვე მაქვს რაღაცა ვიდეოები ჩაფიქრებული და რაღაცები მომზადებულის და მე ავტვირთავ და შევხვდებით შემდეგ ვიდეოებში წარმატებებს გისურვებთ კარგად იყავით